გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 12 საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 30 ადამიანი. სუსმა შესაბამისი აუდიო-ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ეუთო ოდირის 2024 წლის დასკვნა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია წინგახედვა, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. სოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. დიდი შვიდეული ნავთობის რეზერვების ერთობლივად გამოყენებას განიშვილავს. ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ალი ხამენეის ვაჟის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა დონალდ ტრამპი. ირანის თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა. ლიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელმა მათი მოსახლეობის მიმართ თეთრი ფოსფორი გამოიყენეს. ბელგიაში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა. თბილისში ორბელიანების სასახლეში საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიაში ძიუდოს გრან-პრის შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.